როდესაც არის ვერცხლში მაგალითად გონების მმართველი პლანეტა, მერკური ვერცხლში არის, ან მარსთან შეერთებაში არის, ან კვადრატურა ოპოზიციაში არის სიტყვაზე, ხო? მარსი თუ ეხება მერკურს, ან მერკური არის ვერცხლის ენერგიაში ჩართული, ეს ძალიან მსგავსი ენერგია არის. ესეთი ადამიანი არის პირდაპირ პირველ აღმომჩენსაც ვეძახით, ეს არ დაიწყებს იქ იმან თქვა და ამიტომ მე უნდა გავუყვე ამის აზრს. საერთოდ არ აინტერესებს ეს მარსიანული ენერგია, ვერცხლი ენერგია მერკურთან, ეს ნიშნავს, რომ მე ძალიან დამოუკიდებელი ვარ აზროვნებაში, თვითგამოხატვაში, სწავლაშიც, მაგალითად, ეს არ არის ის, რომ აი დაისწავლოს ვიღაცების აზრი და მე ეს ილაპარაკოს. ვერცხლი ენერგია ცოტა პირდაპირ არის, დამოუკიდებელი, თვითონ აწარმოებს აზროვნებას. ესეთი ადამიანი არის ძალიან გახსნილი პირდაპირ კომუნიკაციაში, ძალიან დამოუკიდებელი აზროვნებაში, შესაბამისად შეიძლება ნეგატიური ის იყოს შტრიხი, რომ ძალიან ძნელი არის ამ ადამიანის ესე რომ ვთქვათ, განსხვავებული აზრის მოსმენა მისთვის, ან განსხვავებული შეხედულებების მიღება თუ იქ სასწორი არ არის, მაგალითად კომბინაცია შეიძლება ეს მეშვიდე სახლში ხდებოდეს და მეშვიდე სახლი უკვე აჩვენებს, რომ სასწორული, ეს პარტნიორული ან სხვების აზრის მოსმენის ტენდენცია კონდეს ადამიანს, ხო? ამიტომ უყურებს სისტემურად მთელ რუკას და არა მხოლოდ ერთ ასპექტს, მაგრამ მაინც როცა არის აქ ვერცხლი ენერგია შემოსული, ეს ადამიანი არის ძალიან პირდაპირ. ხანდახან ამაზეც სამუშაო არის. არის დაუღალავი კომუნიკაცია, ამ ადამიანს შეუძლია ძალიან დიდი ენერგიით ისაუბროს, იქაც ბევრი ასპექტებია, მაგრამ ეს მარსიანული ვერცხლი პირველსახლური ენერგია ესე გვეტყობა ხოლმე, ვთქვათ, კომუნიკაციაში. ძალიან სწრაფი არის, ძალიან ჩქარა უნდა გადაწყვეტილებების მიღება, ჩქარა უნდა პასუხები, თუ დინამიკა უნდა იყოს, სუსი ჩქარა უნდა იყოს, აქ ცეცხლის ენერგია არის და პირველი სახლიც იგივე არის, ჩემი ფიქრები არის, მე რა მინდა, მე როგორ გამოვხატავ თავს, ჩემ ეს ვერცხლი ენერგია, ხო?